ხმლები და შუბები. სერია 24. ისტორიის გაკვეთილები. შუა საუკუნეების მოსკოვის ძლიერებას ამოძრავებდა ძლიერი მკლავით და განუხრელი საბრძოლო სულისკვეთება. ხმლითა და ფარით პირისპირ ბრძოლა მძიმე და ულმობელ შეტაკებაში ეს ევროპული წესჩვეულება იყო. მოსკოვშიც მახვილი ვითარდებოდა იმავე საძირკველზე როგორც დასავლეთ ევროპაში. ეს არის დაახლოებით 1400 წლის ტიპური მახვილი ფართო ორპირა პირით, მარტივი ჯვარედი მცველით და მძიმე ქუსით, ყომელით, რომელიც პირს აბალანსებს. ბალანსი იმდენად გამართულია, რომ ეს ძლიერი შუასაუკუნოვანი mahvilები დიდი სისწრაფითა და მოქნილობით იმართება. მე-14 საუკუნეში რკინის დამუშავების გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახადა უფრო გრძელი პირის მქონე mahvilების შექმნა და ასეთი იარაღის გამოყენებისთვის ორი ხელი იყო საჭირო. ეს კი სულ უფრო ხშირად გვხვდებოდა ბრძოლებში. მათ გრძელპირა mahvilები ეწოდებოდათ და გამოიყენებოდა დახვეწილი საბრძოლო ტექნიკებით. ამ იარაღს მართლაც დაუჯერებლად ძლიერი და შემაწვრთნებელი ძალა აქვს. თუმცა მოსკოვზე სხვა ზეგავლენაც მოქმედებდა. მოსკოვი აღმოსავლეთთან ვაჭრობდა და აღმოსავლეთთანვე იბრძოდა და სწორედ იქიდან მიიღო საბლა. მისი პირი დამახასიათებლად მოღუნულია. საბლის მოღუნული პირი ჭრისას თვითონ სრიალდება, ამიტომ ჭრილი უფრო ღრმად შედის, ხოლო ძალის ხმევა ნაკლებად საჭიროა. იგივე ძალით უფრო ძლიერი შედეგი მიიღება. ეს გამორჩეულად სუბუქი საბლები უპირველესად მხედრის იარაღია, როგორც ერთდარტყმიანი იარაღი დარტყმის ძალას ცხენის სისწრაფე მატებს, ერთი ჭრა მეორეს სწრაფად ცვლის, თუმცა მათი ფუნქცია მხოლოდ ჭრა არ არის. მოღუნული პირითაც შეიძლება ძლიერი ჩხვლეტითი დარტყმის მიყენება. სერიალს წარმოგიდგენთ ისტორიის პლატფორმა. მიუხედავად საკავალერიო ელვისა, მტკიცე მწკრივით დგომის ძველი წესი კვალდაკვალ რჩებოდა მოსკოვის სამხედრო წყობილების ნაწილად და თანდათან ყალიბდებოდა სამხედრო კულტურა, რომელიც უნიკალურ სინთეზად აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს.